თბილისის ქუჩები პოლონელი ხელოვანების ნამუშევრებით გადაიჭედა. სხვადასხვა ლოკაცია სხვადასხვა ინსტალაციით შეივსო. პოლონური ხელოვნების ფესტივალისთვის მზადება დასასრულს მიუახლოვდა. საფესტივალო დღეების ათვლა კი დღეიდან იწყება. ფესტივალი არტიერში მეორეჯერ ტარდება, პირველად ჩატარდა 2014 წელს. ამჯერად ცოტა განსხვავებული ფორმატით ტარდება, ეს ხელოვნება და ზოგადად ის ნამუშევრები გამოტანილია საგალიერო სივრციდან და განთავსებულია ქალაქის მასშტაბით. შესაბამისად, გამოფენის ძირითადი თემა არის ქალაქი, ქალაქის განვითარება, ურბანული განვითარება, ეკოლოგია ქალაქში და ზოგადად ის ცვლილებები, რომელიც შეიძლება ხელოვნებამ მოუტანოს საზოგადოებას და მთლიანობაში ქალაქს. 4 ხელოვანი ერთმანეთისგან განსხვავებული იდეით, ხედვით და ლოკაციით, თუმცა მთავარი რაც მათ აერთიანებთ თემაა. თემა კი თბილისისთვის ყველაზე თემატური, ურბანული სივრცე აღმოჩნდა. როდესაც წლევანდელ წელს გეგმავდით და გადავწყვიტეთ, რომ ფესტივალი აქ ჩაგვეტარებინა, აღმოვაჩინეთ, რომ თბილისში ყველაზე დიდი პრობლემა საზოგადოებრივ სივრცეს უკავშირდება. მოვიწვიეთ 4 ხელოვანი, რომლებმაც საზოგადოებრივ სივრცეში არტ ინსტალაციები შექმნეს. ჩვენ ახლა სწორედ ერთ-ერთ მათგანთან ვიმყოფებით. საორთქლე კოშკები ხელოვანმა რობერტ კუსმიროვსკიმ შექმნა. ამ კონსტრუქციაში არსებულ ნივთებს ის 12 წელი აგროვებდა. ბოლოს გადაწყვიტა, რომ ინსტალაცია შეექმნა და სხვებისთვისაც ეჩვენებინა. რამდენიმე დღით იერი შეუცვალა შენობას, რომელიც სასტიკად არ მოეწონა. გადაწყვიტა დროებით კონსტრუქცია ფერებით, შუქებით და ოქროსფერი დროშებით გაემდიდრებინა და მაქსიმალურად მოეწესრიგებინა. თბილისის ქუჩებში სეირნობისას უამრავი ადგილი ვნახე, რომელიც ძალიან მომეწონა და ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა. ასევე ვნახე ადგილები, რომლებიც არ მომეწონა. ეს სწორედ ერთ-ერთი ის შენობაა, რომელმაც უარყოფითი შთაბეჭდილება დამიტოვა. ამიტომაც გადავწყვიტე ინსტალაცია ამ კონსტრუქციაზე გამეკეთებინა. მისი ფორმა და გარემოებები, რომლებშიც ის არის მომწყვდეული, ჩემთვის დიდ გამოცანად რჩება. სივრცე ინსტალაციის ადგილად იქცა, რომელსაც ტკივილგამაყუჩებლის როლი დაეკისრება. ის დროებით მირაჟი, არტისტული ჰალუცინაცია იქნება და ჯადოს ახსნის ამ მიტოვებულ ურჩხულს. პარკებში, ქუჩებში და შიდა ეზოებში ნამუშევრების წარმოდგენა ხელოვნების ფართოდ გავრცელებას უწყობს ხელს. ეს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მუზეუმებს, გალერეებს და ზოგადად საგამოფენო სივრცეებს არასოდეს ან იშვიათად სტუმრობენ. ვორქშოპები და შეხვედრები კი, რომელიც ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება, ქალაქის ბუნებრივი ქსოვილის შენარჩუნებასა და განვითარებას ისახავს მიზნად.